რამდენიმე საათით და 102 ახალი წელი დადგება ნინა ბებიას კარ-მიდამოში. ჯაღონი აღარ მოსდევს და აღარც ძველებური ხალისი აქვს, მაგრამ შობა ახალწელს ცარიელ მაგიდას არ დაახვედრებს. ახლაც უფრას აწყობს, თუმცა ამბობს, რომ ძველებურ სამზადის სხვა ხიბლი ჰქონდა. ახალწელიდან უნდა დაიგეკრა ჯერ ღორი. მემრი ინდაური, ქათამი, ჩურჩხელაი ვავლებდი, ვატამი ჩიხტაი, ლეღვი ჩიხტად და ჩურჩხელა. ნინა ბებოს კარგად ახსოვს, როგორ თავდნენ ნაძვისხეს მაშინ, როცა სათამაშოები არ ჰქონდათ. გულისწყდება, რომ ძველი ტრადიციები დავიწყებას მიეცა. გარშემო ჩამოვდით სახლ სამჯერ. ავანთებდი სანთელ. სანთით მეტი მივდიოდი, ისინი მეკვრედა ისიც უკან მამდევდნენ. მესამე დრო ჩამოვიდით, ამოვიდით სახლში. იმისინია რომ ბედნიერი ყოფილიყავით, შვილებით, ქმრით და ოჯახში კი ბარაკა მქონოდა. დღეს გვედგა დიდი სახლი და მორთამდე ხოლმე იმიებით. ყველაფერი დავკიდებით ხოლმე. ატმიჩირით ამ მქონდა, ლეღვიჩირით ამ მქონდა, ყველაფერი ჩურჩხელები, ვაშლები, ყველა. ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო 102 წლის ბებია განსაკუთრებული ცხოვრების წესს არ უკავშირებს. ამბობს, რომ საუკუნე სწრაფად და საინტერესოდ მილია. მისი საახალწლო სურვილი და დალოცვა ქვეყანაში მშვიდობა და კეთილდღეობაა. მერთმა მოგილოცოთ ახალი წელი, ბედნიერები ყოფილიყავით ცხოვრებაში, თქვენი ოჯახებით, ყველანი ჯანმრთელები ყოფილიყავით.